სახელი და მამისა და დაზისა და სულისად მისა და შეგვეძიოს ფილარეთ მოწყალე რომელიც ხვდა მერვე საუკუნეში და მის ხსენება დღეს და სიღვიჭერის დროს თხოვენ წმინდა ფილარეთ მოწყალეს დახმარებისათვის კეთილდღეობისათვის და ახარ უყურებ როგორ ემზადებიან ახალი წლისთვის მახსენდება ჩემი თავის რა გულის ფანცკარით ვხვდებოდი ახალ წელსა და რა არის ახალი წელი არის მომავალის პირველი დღე და საიდან მოდის ეს სიხარული ადამიანს გონია როგორც რახვავი ბარაკიდან შეხვდება იმ დღეს ან ვინ შემოვა მეორე დღეს ბედობის დღეს ის იქნება მთელი წელი მაგრამ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა დიდი ზარზეიმით ხვდებით ახალ წელს და ხშირად მოყავს მაგალითი რომ ასეთი ზარზეიმით ეს კომუნისტებისგან შემოვიდა ზარზეიმით შეხვედრა ახალი წლისა რომ შობის დღესასწაული ესე იგი ისა დაივიწყებინათ შობის დღესასწაული და რა არის ახალი წელი არის მომავალის პირველი დღე და ჩვენი კეთილდღეობა რო იყოს დამოკიდებული პირველ დღეზე ამ ვიღაცის ფეხზე მაშინ საქართველოს აშინდებოდა რა ერთი თვითო ორი თვითე ადრე ემზადება ზოგი ახალი წლის დღისთვის თითქოს რაღაც ცოცხალი არსება იყოს და მას მოხონდეს ბედნიერება არის ღმერთის ხელში და შობს არაფერი არ აქვს და მაინც ბედნიერია ფილარეთ მოწყალესავით ისე მდიდარი იყო მაგი გაღარიბდა მაგრამ მაინც მოწყალე იყო მაინც გამცემი იყო და რა მოხდება მის ცხოვრებაში ფილარეთ მოწყალეს რომ მაგის შვილი შვილს შეიტავს ესე იგი მეფე და გახდება ისე მდიდარი მაგრამ ღარიბიც რო იყო ფილარეთ მოწყალე მაშინაც მადლობდა ღმერთს მაშინაც სრულავდა სტომარზე ამას რა ქვია ამას ქვია სიყვარულის ნიჭი და თუ გვაკლია ესა თქოთ სიყვარულის ნიჭი იმიტომ რომ როცა სიყვარული არ აქვს ადამიანს მაშინ ბოროტდება და მომყავს შეიძლება მაგალითი მე-20 საუკუნის 30-იანი წლებისა ვინ დაანგრია დაზები, ვინ დახვიდა მოწუნეები სიხარებით გაბოროტებულმა ხალხმა სიხარებით გაბოროტებული ახალ სამდინია გაბოროტებული რომ ელაპარაკები ზოგი მდიდარზეა გაბოროტებული რომ დაინახავს ძვირფას მანქანას და ამ დროს მე ხო ვიცი ზოგიერთი მდიდარი მოწყალია ზოგიერთია რომ მდიდარი ესე იგი ესა მდიდარი თუ ადამიანი მდიდარი არის ბოროტი არ არის ასე რამდენ მდიდარს ვიცნობ არის ესე იგი მოწყალე ასეთი მდიდარი იყო მაგალითად აბრაამი მდიდარი იყო იობ რაოდენებული ეს ფილარეთის თავიდან მდიდარი იყო მაგრამ გაღარიბდა რაღაცის გამო მაგრამ მაინც მოწყალე იყო და მაგრამ რატომ ანათქვამი რომ ძნელად შევაო მდიდარი აქ რა იგულისხმება როცა ადამიანი ყველაფერი აქვს ესე იგი იმენ სამყარებს თავის თავზე და ხშირად მოყავს აგესა მაგალითის მაგალითი რომ ვერ უშველა ვერ სიმდიდრე ვერ ეს ძალაუფლები მეფე იყო მთელი მსოფლიოსი მაგრამ 33 წლის აიყვანა ღმერთმა უნდა მიხვდე იმას რომ ყველაფერი ღმერთის ხელშია თუ რამე გააქვს მადლობდე ღმერთსა და გაეცი მოწყალება თუმეტე საქართველოში ცხოვრობ ქვეყანაში სადაც ახლა სიტუჩირია ამ სიტუჩირის გამო ზოგი ბრუნდება და შენ თუ შესაძლებლობა გააქვს დაასაქმე ხალხი თუ დასაქმების ის არ გაქვს მოწყალება გაეცი და ცხონდები და აქაც გაიხარება რატომ ზოგი ლოთოვიდება წამვიდება იმიტომ რომ რა აკლია სიხარული აკლია და ეს სიხარული როცა მოწყალებას გაცემ მოდის ღვთისგან იმას ქვია ღვთის მადლით ასევე როგორ წერია რომ სახარებაში უფალად სიტყვა ჩვენგან არა მარტო მოყარები გიყვარდესო მტერის გიყვარდესო მაგრამ რას ხედავთ ახლა სიზულია სხვადასხვა აზრებისა გამო განსაკუთრებით პოლიტიკური ან სიღარიბის გამო და ეს რატო ხდება იმიტომ რომ ჩვენში არა აღმეთი მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა მოწუნეები ვართ და ხშირად აღნიშნავ რომ 90% მოწუნეები ვართ მეტი თუ არა ქართველების მაგრამ მარტო 20%-ს ესმის ახსარება ზიარება და ის რო არ გაბოროტე სიარების საიდუმლოა საჭირო სიარებისთვის მზვარია საჭირო ამიტომ გული მიგდება როცა წირვებზე მარტო შობაზე მოდიან ბევრი აღდგომაზე მოდის
მარტო შობაზე ზიარება, მარტო აღდგომა ყო უნდა ვიცოდე, ყოველი კვირა არის უფლის დღე. მარტო შენ თავს კი არ ეხმარები იმახსენება ზიარებით, იქ რო იხსენებს შენებს წირვაოცვაში. ამით ეხმარები შენიანებს. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ქრისტიანები ვართ, ერთი არის ნავთობა, მეორე არის აღსარება ზიარება, რაც ხდება ყველაზე მეტი დედამიწას. ის რო გადაიტანო, აი რო გვიძებია მოთმინებით და შენიდან მოიპოვეს სული შენ. რო არ გაბოროდე ღვთისმადი და ღვთისძალა საჯარო. ღვთისძალა კიდე მოდის ლოცვით, მარხვით, აღსარება ზიარების საიდუმლოთი და ეს მადი და წყალობა ამოგაგოთ ღმერთმა, ჩვენთანაც ღმერთი.